ყველაზე მსხვილი ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 6 მილიარდიან ინვესტიციის განხორციელებაზე შეთანხმებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. მასშტაბის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს. ასეთი მასშტაბის უცხოური პირდაპირ ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა. ვფიქრობ, რომ ეს არის არამხოლოდ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რიცხვებში გამოხატული, როცა თავისთავად მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ზოგადად ეკონომიკურ ზრდას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია, არამედ მას მნიშვნელოვანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ზოგადად პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს არის ისეთი კომპანიის საინვესტიციო გადაწყვეტილება, რომლის საინვესტიციო პოლიტიკას ძალიან ბევრი დეველოპერი, საერთაშორისოდ წარმატებული კომპანია თვალს ადევნებს და მის გადაწყვეტილებებს მიყვება ხოლმე შესაბამისად საქართველოს საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება. ამას რა თქმა უნდა განაპირობებს ჩვენთან შექმნილი ხელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობა, დღეს სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა გააჩნია საქართველოს, ასევე საინვესტიციო კლიმატი, ბიზნესის კეთების გარემო და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო მოტივატორი ამ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების. არც ერთი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მყისიერად, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ესეთი უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციაზე ქართულ ეკონომიკაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაახლოებით 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიდის ძალიან აქტიური მუშაობა საქართველოს მთავრობასა და ინვესტორ მხარეს შორის. ამ პროცესში ჩართულია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს აწარმოეს საქართველოს საინვესტიციო გუნდს და მიმართულებას. ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია 2 კონკრეტული პროექტის და ლოკაციის კონცეპტუალური ხედვა და სხვა დეტალები. გუშინ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომავალი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მოხდება ორივე მიმართულებით გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება და დამტკიცება, ასევე მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება გაწეული არქიტექტურული კონცეფციის და არქიტექტურული პროექტის მომზადების თვალსაზრისით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია შეთანხმდება მხარეთა შორის თანამშრომლობის ჩარჩო ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას. ჯგუფის შემოსვლა საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი მოვლენაა და მინდა მიულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს და მთელ ეკონომიკურ ჯგუფს ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება. აქ ინვესტიციების მასშტაბი არის 6 მილიარდი დოლარი და სხვა სიტყვებით რომ შევხედოთ, ეს არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 18%, რაც უპრეცედენტოდ დიდი ზომის ინვესტიციები არის. მსგავსი ინვესტიცია პირველ რიგში ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, შეიქმნება ათასობით ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ისეთ სექტორში, როგორიც არის უძრავი ქონება და დეველოპმენტი, ასევე მიღწეულ ეკონომიკურ სექტორებში, როგორიც არის მშენებლობა, წარმოება, მომსახურების სექტორი. ჯამრულად აი ამ ეკონომიკურ სექტორებს ჩვენი შიდა პროდუქტის 20%-ზე მეტი უჭირავს. შესაბამისად, აქ შეიქმნება არსებითად უკვე მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებზე, მათ კეთილდღეობაზე. თვალსწინებს საქართველოში პირდაპირ 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას, უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. რას მოგცემს? მოგცემს ეს ჩვენ სადღაც 10,000-ზე მეტი მუშახელის დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოგცემს სხვადასხვა უფრო მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს არის პირველი, როგორ გითხრათ, ყინულმჭრელი საქართველოში დიდი ინვესტიციების. ეს ფლაგმანი იქნება MR ჯგუფი, რომელიც თავისთავად გამოიწვევს სხვადასხვა არა მარტო არაბეთის ქვეყნებიდან, არამედ სხვადასხვა ჩვენი მეზობელი იგივე და ოკეანის გაღმა ქვეყნებიდან დიდი ინვესტიციებს, სადაც შემოდის MR ჯგუფი, იქ ტურისტების რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება, იმიტომ რომ ძალიან მიმზიდველი ხდება ეს ქვეყნები ტურისტებისთვის.